მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იორდანეზე იოანესთან, რათა ნათელი მიიღო მისგან. ხოლო იოანე აჩერებდა მას და ეუბნებოდა: მე მარტებ შენგან ნათლის ღება და შენ ჩემთან მოდიხარ? მაცხოვარი ჩვენი ხსნისთვის ყველანაირ ადამიანურ სისუსტეს თვითულობს, ჩვილი და სათუთი ყრმობიდან სრულ ასაკამდე. მან სრულიად აღასრულა მოსეს რჯული. ებრაული კანონი 30 წლამდე არავის აძლევდა საღმრთო მსახურებისა და ხალხის სწავლების უფლებას. ამიტომ 30 წლისა მივიდა ნათლის ღებად იოანესთან და დიდი თავმდაბლობით, როგორც ერთი უბრალო მუშაკი, დადგა მის წინაშე. ჭეშმარიტად საკვირველია სიმდაბლე მაცხოვრისა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: მონებისათვის უფალი, დამნაშავეთათვის კი მსაჯული მოდის მოსანათლად. მას უცოდველს არ სჭირდებოდა ცოდვების აღიარება, სინანულის ნათლობა. მაგრამ სწორედ ამ საკვირველ სიმდაბლეში მოჩანს მისი განსაკუთრებული სიმაღლე და დიდებულება. თავისი წმინდა სხეულის წყალში შთაფლით განწმიდა და განაახლა ბუნება წყლისა. მიანიჭა მას მადლის ძალა, რის გარეშეც ნათლობისას წყალს არ ექნებოდა უნარი ადამიანის ცოდვისგან განწმედისა. მაცხოვარმა ჩვენმა თავისი ღვთაებრივი მოქმედებით დაგვიდგინა ახალი აღთქმის საიდუმლო ნათლობა. იესო ქრისტეს ნათლობით საყოველთაოდ განცხადდა მისი ღვთაებრივი სიყვარული ცოდვით დაცემული კაცობრიობის მიმართ. თავის თავში მან ადამიანის ბუნება განწმიდა, რითაც დედამიწას ზეცისკენ გზა გაუხსნა და გამოაჩინა აქამდე დაფარული საიდუმლო ყოვლად წმიდა სამებისა. როგორც საიდუმლო სერობაზე ძველი აღთქმის პასექის დღესასწაულიც აღნიშნა და ამავდროულად დაგვიდგინა ახალი აღთქმის საიდუმლო წმინდა ზიარება. ასევე ინება თავისი ნათლობისას ძველი აღთქმის წესის შესრულებით, როცა სჯული ითხოვდა წყლით განწმედას, როგორც შესაწირის, ისევე სხვერპლის შემწირველი მღვდლისა, საფუძველი დაუდო ახალი აღთქმის საიდუმლოს ნათლობას. წმინდა იოანე ნათლისმცემელი ნათესავი იყო ქრისტესი, მაგრამ სიყრმიდან მოყოლებული იგი უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა. ამიტომ პირადად მაცხოვარს არ იცნობდა. როდესაც მაცხოვარი მივიდა მასთან, განა შეიძლებოდა თავისი წინასწარმეტყველებით მადლით არ ეგრძნო, რომ იესო არ იყო უბრალო კაცი, არამედ აღთქმული მესია. ღვთის სულის საიდუმლო ჩაგონებით იგი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინაშე იდგა ქრისტე, ვისზეც ისის იყო ხალხს ესაუბრებოდა. იგი იდგა ვითარცა უბრალო კაცი და როგორც ცოდვილი ითხოვდა მისგან მონათლას. მაცხოვრის წინამორბედის სული კეთილკრძალულმა ძრწოლამ მოიცვა. მის წინ იდგა მეუფე ქვეყნიერებისა, ყოვლის შემძლებელი მსაჯული ქვეყნისა, მკაცრი მამხილებელი ადამიანთა ცოდვებისა, რომელსაც არ აშინებდა პირისპირ თქმა სიმართლისა ამაყ მღვდელ მთავრებთან და თვით ჰეროდე მეფესთან. ახლა როგორც ყრმა ისემულობა, მონის სახემდე დამდაბლებული ძე ღვთისას წინაშე. ხოლო იოანე აჩერებდა მას, ან როგორ უნდა გაებედა მას, მონას, მეუფისათვის ხელი დაესხა. როგორ შეეძლო სინანულის ნათლობით მოენათლა ის, ვინც კაცობრიობის ცოდვის, წყევისა და სიკვდილის მონებისაგან გამოსახსნელად იყო მოსული ქვეყნად. მაგრამ იესომ მიუგო და უთხრა მას: დამითმე ახლა, რადგან ასე გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე. მაშინ დაუთმო მას და ნათელი მიიღო იესომ და აღმოვიდა მყისვე წყლიდან. მაცხოვრის ამ პასუხში ჩანს ღვთის ძის დიდებულებაცა და კაცთა ძის თავმდაბლობაც. დამითმე ახლა, მოიცილე თავიდან შენი ადამიანური წარმოდგენა. გააკეთე ის, რაც დავალებული გაქვს და მეც იმას შევასრულებ, რაც საჭიროა. ისწავლე ისურვო ის, რაც მე მსურს. ზედმეტად ნუ ჩაღრმავდები იმის გაანალიზებაში, რისი გაკეთებაც მე მინდა. აცადე ეშმაკს, მე ისე მომეახლოს, როგორც მიდის უბრალო ადამიანთან. მიეც იმას საშუალება, რომ მე შემებრძოლოს, რათა მან თავისი კუთვნილი ჭრილობა მიიღოს. საიდუმლო და დაფარულია ის, რასაც ახლა ვაკეთებ. რადგან ასე უნდა აღვასრულოთ საღვთო რჯული და ღვთის ნება.
და აჰა გაიხსნა მას ცანი და იხილა სული ღვთისა, გარდმომავალი როგორც მტრედი, რომელიც გადმოვიდა მასზე. და აჰა ხმა იყო ზეციდან მეტყველი. ეს არის ძე ჩემი, საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის. წინამორბედი ქრისტეს უწოდებდა ღვთის კრავს, რადგან იგი იყო მშვიდი და მდაბალი გულით, რომელიც შემდგომ როგორც უბოროტო კრავი ისე იქნა ჯვარზე გაკრული. სულიწმიდა მტრედის სახით იმიტომ გადმოვიდა მასზე, რომ ეს კეთილი ფრინველი ყოველთვის ითვლებოდა უდანაშაულობის, უბოროტობის და სიმშვიდის სიმბოლოდ. წარღვნის დროს მტრედის მეშვეობით ეუწყა ნოეს გამოდარება და სიმშვიდე. ახლაც წმინდა სულით ეუწყა კაცობრიობას ცოდვებისგან გამოხსნა. ნოეს მტრედი იყო პირველ სახე ღვთის სულისა, რომელიც გადმოვიდა ქრისტეზე მტრედის სახით, მაგრამ განა არ მკვიდრობდა ღვთის სული იესოსთან ქალწულ მარიამში მისი ჩასახვის დღიდან. თავისი ღვთაებრიობით ღვთისზე განუყოფელია მამისა და სულიწმიდისაგან. მაშინ რატომ გადმოვიდა მასზე სულიწმინდა ხილულად? იმიტომ რომ აღსრულებული იყო წინასწარმეტყველება, რომელიც იოანე ნათლისმცემელს მიეცა. ვინც მომავლინამე წყლით ნათლისცემად, მან მითხრა მე, ვისაც იხილავს სულს, გადმომავალს და დამდგარს მასზე. ის არის, ვინც ნათლს გცემთ სულიწმინდით. იმისთვის რომ იესოში ხალხს შეეცნო ძე ღვთისა, მხსნელი ქვეყანისა, იმისთვის რომ ახალი აღთქმის დასაწყისშივე აქამდე დაფარული საიდუმლო ყოვლადწმიდა სამებისა განცხადებულიყო, ხილულადაც გამოჩენილიყო და ადამიანთათვის საცნაური დამხდარიყო, ხმა იყო მამა ღმერთისა. ეს არის ჩემი საყვარელი მხოლოდ შობილი ძე, რომლის მიერაც ყოველივე შეიქმნა, ვის მიერაც ხალხზე გადმოვა ჩემი სიყვარული. ასე დაამოწმა მამა ღმერთმა თავის მხოლოდ შობილ ძეზე. ასე ხმამაღლა სადღესასწაულოდ უფალმა განუცხადა არა მარტო იოანე ნათლისმცემელს, არამედ ყველას, ვინც იწამებს ქრისტეს. ნათელღებული იესო არის ჭეშმარიტი მესია, ქრისტე მაცხოვარი ქვეყნის. არავის რომ არ ეფიქრა ეს ხმა იოანეს ეკუთვნისო. სულიწმიდა თავისი გარდამოსვლით თითქოს ხელით მეუთითებდა იქ მყოფთ, რომ ეს სიტყვები იესო ქრისტეს ეკუთვნოდა. ამ დღიდან დაიწყო უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანთა გამოხსნისათვის მსახურება. უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც იყო სრულიად უცოდველი და არანაირი საჭიროება ჰქონდა ნათლისღებისა, მიიღო იგი, როცა სახარების, სათა სასუფეველის გადაგებას, გამომხსნელ საზოგადო მსახურებას იწყებდა, რათა სულიწმიდითა და თავისი საღვთო ძალით განესპეტაკებინა ნათლობის წყალნი ჩვენი განწმენდისა და განახლებისათვის. მაგრამ ჯეროვნად თუ შევინარჩუნოთ ის უძვირფასესი შესამოსელი, რომლის შესახებაც ეკლესია ნათლისღების დღესასწაულზე შეგვახსენებს ამ სიტყვებით. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს. აც ჩვენს მხილველნი ქრისტესი, რომელმაც დაამორჩილა ნება თავისი თვით მონისხატის მიღებამდე, დავემორჩილოთ მის ძლიერ ხელს. სულით აუმაღლდეთ, რათა ნათლისღებას უზაკველი საქმეებით მივაგოთ პატივი. ცოდვიანი წყდიადი გარე განვაგდოთ და უბიწოდ წარვდგეთ მეუფეს, რომელიც ყოველივეს განწმენს თავისი საღვთო ძალით.